Სამართლეები შეიჩნენ ღია კონკურსის წესით და გასაუბრება გადაიცეს პირდაპირ ეთერში. ამ ინიციატივით იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტს მიმართავენ. გაითვალისწინებს თუ არა საკანონმდებლო ორგანო ამ ინიციატივას, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. მანამდე კი დღის ამბების სტუმარია სწორედ ანა დოლიძე, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი. ანა, მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. აქვს თუ არა პერსპექტივა თქვენს ინიციატივას, რომელიც უკვე გააჟღერეთ და რისგან დაიცავს ამ შემთხვევაში უზენაეს სასამართლოს ღია კონკურსი და საჯარო გასაუბრება? მოგესალმებით, რა თქმა უნდა აქვს. დღეს პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ რაც დღეს ხდება, ეს არის ძალიან ბევრი ხალხის გამარჯვება, ვინც დადგა პრინციპულ პოზიციაზე და უთხრა არა ამ შავსიას. ეს გამარჯვება არის ის, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ შეურაცხყოფელი ფორმით შემოგდებულ სიაზე, სიის განხილვაზე უარი თქვა. ეს ბრძოლა დაიწყო იუსტიციის საბჭოში, მაგრამ მარტო მე და ნაზის, რა თქმა უნდა, ეს არ გაგვიკეთებია. უამრავი ხალხი, თქვენ ნახეთ, ზოგადად კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანებს სასამართლოსთან თუ შემხებლობა არ აქვთ, ეს და თუ დიდ საქმეზე არ არის საუბარი, მათ უფრო სხვა საკითხები აინტერესებს, სიღარიბე, უმუშევრობა, დასაქმება, მაგრამ ეს საკითხი დღეს რო დღის წესრიგში არის, ეს არის ამ ხალხის დამსახურება და ანუ ერთი ეტაპი ჩვენ მოვიგეთ, ეხლა მეორე ეტაპი, მაგრამ არ არის აქ ეს ბრძოლა დამთავრებული და მეორე ეტაპია სწორედ ის, რომ ისეთი კანონი უნდა დავაწერინოთ პარლამენტს, რომელიც მისცემს საბჭოს საშუალებას, რომ მართლაც დამსახურებული და არა ვინმეს მიერ მართული ხალხი შევიდეს უზენაეს სასამართლოში და ამ ეტაპს ვიწყებთ ხვალიდან ჩვენ. ანა, იქნება თუ არა ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა თქვენი მოკავშირე? ამბობთ, რომ იწყებთ ამ ეტაპს, თუმცა თუ არ იქნება მხარდაჭერა პარლამენტში უმრავლესობის მხრიდან, არანაირი პერსპექტივა არ ექნება თქვენს ინიციატივებს და წინადადებებს. საპარლამენტო უმრავლესობა, როგორც ხედავთ, დაკავებული იყო რაღაცა შიდა გარჩევებით, ეთყობა დაასრულეს არჩევნები და ეხლა ყველა თემა, რომელიც მანამდე ქონდათ გასარჩევი, მიხედეს ერთმანეთს, იმ თემებს მიხედეს და გართულები არიან ძირითადად რაღაცა ურთიერთბრალდებებით. ამ შემთხვევაში ამ თემას წყვეტს საქართველოს მოსახლეობა. საქართველოს მოსახლეობა მისცა ხმა ქართულ ოცნებას, მისცა 1 ოქტომბერს, მერე მისცა ხმა ავანსი ქართულ ოცნების მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტს, იმიტომ რომ სწორედ ქართული ოცნება მოუწოდებდა მას ამისთვის, მათ შორის საქართველოს მოსახლეობამ ეს ყველაფერი გააკეთა იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ ჩაანაცვლა ძალა, რომელსაც ემსახურებოდნენ ეს მოსამართლეები. უმეტესი მათგანი, ვინც იყო ამ სიაში. ჩემი აზრით, ეს გამოჩნდება ძალიან მარტივად, ამიტომ მოუწევს საქართველოს პარლამენტს ამ წინადადებების გათვალისწინება და რაც მთავარია, მე არ მინდა რომ ვინმე მიფიქროს, რომ ირაკლი კობახიძე შეძლებს და რაც გააკეთა კონსტიტუციაზე, რომ კარებს ჩაკეტავს, კოსტუმიან ხალხს დასვავს იქ და რაღაცა კანონს დაწეს, რომელსაც მე ვერავინ ვერ გაიგებს სათავისოდ. ამ შემთხვევაში ეს არ მოხდება და ამიტომ გვინდა რომ ჩვენ ეს საზოგადოებრივი პროცესი იყოს. ანა, თქვით რომ იყოს საზოგადოებრივი პროცესი და გამარჯვება დაფასებთ იმ ფაქტს, რომ ამ სიის დამტკიცება არ მოხდა პარლამენტში. თუმცა ეს ადამიანები, გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე და სხვები მუშაობენ უკვე მოსამართლეებად. ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, თქვათ, მათი მუშაობის გაგრძელება, თუ ამ ადამიანების მუშაობა არ შეიძლება უზენაეს სასამართლოში, მაშინ რატომ უნდა იმუშაონ მათ სხვა ინსტანციაში? ძალიან სწორედ არის ეს საკითხი დასმული და უკავშირდება იმ ბრძოლას, რომელსაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მაინც ხდებოდა იუსტიციის საბჭოში ქალბატონი ნაზის მიერ, ჩემს მიერ, რის გამოც ჩვენ ვიღებდით 1000 გვარ შეურაცხყოფას და არ ჩამოსულვართ ეკრანებიდან, რომ გვეთქვა, რომ ეს უვადო დანიშნები უნდა გაჩერდეს, ისინი არასწორად მიმდინარეობს, არ შეიძლება ამ ხალხის უვადოდ დანიშნა და ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაშინ საქართველოს პარლამენტი ყურს არ იბერტყავდა ამ თემების მიმართ და იმიტომ მივიღეთ ეს იუსტიციის საბჭო, რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ, ეს გასათვალისწინებელია. ახლა მომავალი უვადო დანიშნები, მე ვიცი რომ ამაზე არსებობს საკმაოდ მკაცრი პოზიცია ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, რომ იუსტიციის საბჭომ არ განაგრძოს
იმ ფორმით უვადოდ დანიშნებდა საკუთარი ხალხის შეყრა, სინამდვილეში ეს პროცესი ეგ არის, რომ დააკომპლექტოს სასამართლო, გაჩერდეს ეს მანამ და სანამ პროცესი არ შეიცვლება იმისათვის, რომ ახალი სისტემასთან კავშირის არ მქონე ხალხი შევიდეს სასამართლოში. რაც შეეხება იმ ხალხს, რომელიც არალეგიტიმურად და არასწორად დაინიშნა, ამას მე ვფიქრობ, მომავალი მიხედავს, როდესღაც იქნება აქ პოლიტიკური ნება ამ ქვეყანაში, რომ გასრული ხალხი არ ყავდეთ სასამართლოში, რომელიც უბრალოდ ადვილი სამართავია. აქ ხომ მთავარი პრინციპი ეგ არის. სუფთა ადამიანის მართვა რთულია, გასრული ადამიანი, რომელიც დიდი ხანია პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს და რა თქმა უნდა, უფრო ადვილი სამართავია. როგორ წარმოგიდგენია ახლა ამ სიტუაციიდან გამოსვლა და პროგნოზი როგორი გაქვს? შეიცვლება თუ არა ის სია, რომელიც იყო წარდგენილი და რამდენად ღირსეული კანდიდატებით თუ ზოგადად შეიძლება ვთქვათ ამ პროცესს მოყვეს სერიოზული და მასშტაბური ცვლილებები, როგორც იუსტიციის საბჭოში, ზოგადად სასამართლო სისტემაში? ნამდვილად შეიძლება და ნამდვილად ეს ამას უნდა შევხედოთ ამ მომენტს, როგორც ამის შესაძლებლობას. რეალურად ნახეთ, თითქმის შეუძლებელი რაღაცა შევძელით ჩვენ. ადამიანები ისე იყვნენ დარწმუნებულები, რომ ეს უკვე დღეს ხო ნახეთ საბჭოს წევრები. ისინი უზენაეს სასამართლოში უნდა ყოფილიყვნენ უკვე. იმიტომ დაწერეს იმ ფორმით ეს სია. რო არ ყოფილიყვნენ დარწმუნებული, საკუთარ თავს ხო არ დაისახელებდნენ არა იქ იმ ფორმით. ეს ძალიან დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ ჩვენ. შესაძლებელი არის, ოღონდ რა თქმა უნდა ამას პოლიტიკური ნება ჭირდება, რომ გაიხსნას პროცესი, ნამდვილი კონკურსი ჩატარდეს, ყველას თანხმობით, ანუ ის კი არა 10 კაცმა კი არა უწიოს ხელი ამ კანდიდატებს, რაც ჩვენ წინადადება არის, რომ ყველამ ერთხმად ავირჩიოთ კანდიდატები და ეს იქნება გარანტია, რომ კლანის წარმომადგენელი სასამართლოში არ მოხვდება. მოხვდება ჩვეულებრივი ანუ დამოუკიდებელი, კომპეტენტული, ბრწყინვალე მტვინის მქონე იურისტები. ეს უნდა ქართულ ხალხს და უნდა შევძლოთ, რომ ეს იყოს პოლიტიკური ნებაც. და სასამართლო სისტემის შემდეგ კიდევ ერთი საინტერესო თემა შემოვიდა ბოლო დღეებში დღის წესრიგში, ეს ეხება კანონს ცილის წამების შესახებ და ამ თემაზე პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ მიესალმა მას ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახი კალაძე. საუბარი არა მარტო ცილის წამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად როგორც სატელევიზიო სივრცეში, ასევე სოციალურ ქსელებში, სხვა ფორმით და ბილდსიტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას, ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. როგორ წარმოგიდგენია აი ეს კანონი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ არსებობს ამის შესახებ კანონი გამოხატვის თავისუფლების შესახებ და ის არეგულირებს ასეთ ნორმებს, რა მიზანს ემსახურება ეს და შეიძლება თუ არა ვთქვათ გამოხატვის თავისუფლებას რაიმე სერიოზული პრობლემების შეუქმნას. ირაკლი კობახიძე რო დილობის ნორმებზე პოლიტიკურ დისკუსში იწყებს ლაპარაკს, ეს არის იგივეა, რაც არ ვიცი მე. ადოლფ აიხმანი იყო ეგეთი კრიმინალი, ნაცისტი და დაავალო რაღაც ადამიანის უფლებებზე ლექციების წაკითხვა. მან მისი დამსახურებაა პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკაში საერთოდ დისკუსიის სტანდარტის დაწევა. ეს უკავშირდება ირაკლი კობახიძის პერსონას. ეს ერთი. ეხლა მეორე. ეს საკითხი დღევანდელ კონტექსტში, საქართველოს კონტექსტში, მე თვითონ ვარ ამის ერთ-ერთი ობიექტი, მოგეხსენებათ, მოსამართლე გრიტიშულმა რაღაცა აბსურდული ბრალდებები წარმოთქვა ჩემს წინააღმდეგ, გასაგებია რომ მტკივნეულია. ჩვენ მოუხდებით სამწუხაროა, ნეგატიური და ანტიკამპანიები ამერიკაშიც არსებობს მუდმივად არის ხოლმე საპრეზიდენტო კამპანიებში ამის ფაქტები მუდმივად ხდება, მაგრამ ამას უნდა ვებრძოლოთ მხოლოდ და მხოლოდ ზნეობრივი ეთიკური დისკუსიით. საქართველოში, ჩვენი წარსულის მქონე ქვეყანაში, როდესაც ადამიანებს იჭერდნენ პოლიტიკური აზრისთვის, ადამიანებს დევნიდნენ საკუთარი აზრის გამოხატვისთვის, მსგავსი ბერკეტის შემოღება იქნება მიზანშეუწონელი. ჩვენი პოლიტიკური ისტორიის და კონტექსტის გათვალისწინებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, პრეზიდენტსაც შეუძლია, რომ ნელ-ნელა ისეთი მსჯელობის, ისეთი ეთიკური და მორალური სტანდარტები შემოიტანოს, რომ უბრალოდ ესეთი უხამსობები იყოს მარგინალიზებული. ანუ უხამსო მიმართვა ჩაითვალოს, რომ ეს არ არის მისაღები პოლიტიკურ დისკუსიაში, ეს მორალურად უნდა დავჯაბნოთ მსჯელობის და არა სისხლის სამართლის მეშვეობით. მადლობა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს.